მოგესალმებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლების სხვა საბუთების თანახმად სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა. რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით. უფლებამოსილი პირის მიერ ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული 1496 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას საერთო ჯამში გამოვლინდა 433,840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ მენთოლ ქვინი, ასევე NZ და მინსკი. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2,429,504 ლარი შეადგინა. საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შემოსავლების სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას და უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.